კეთილგონიერებით მორჩილებისათვის ღვთისმსულიერნო შვილნო ეკლესიისანო უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს მეცნიერი ყვენით ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა მტრედნი საყვარელნო შვენის ჩვენ და ქრისტიანეთა ღვთისწავლულთა წმინდათა წერილისათა რათა მარადის მღვიძარე ვიყვნეთ ქონებითა და მეცნიერ გულის მისყოფითა რათა არა გველისა მსგავსმან ეშმაკმან გვაცდუნოს ჩვენ ვერაგობითა თვისითა ვით არი გიძველოდეს მე აცდუნა ევაი არამედ უმანკო ვიყვენით ვითარცა ანგელოზნი და ვნებათაგანი ვერარაი შემოგვეხოს უკეთ უმანკოებითა და სიტრფოებითა გულისაითა ვმორჩილებდეთ წმინდათა კაცთა და საღვთოთა წერილთა მოძღვრებასა და ვერც არაი გვავნოს ეშმაკმან მანქანებითა თვისითა რამე თუ ძმაი ვინმე მართალი წრფელი უმანკო და მორჩილი მივიდა ბერისა ვისმე თანა წმინდისა და კეთილგონიერისა და რქვა ღმერთშემოსილო მამაო პატიოსანო მარქუმე სიტყვა ცხოვრებისა მიუგო წმინდანმა ბერმან წარვეთ შვილო იქ მოდე ხელსაქმარსა შენ სამყუდროებით და მწუხრითი მწუხრად მიიღებდე საზრდელსა და მან ხომცნებისებრ მამისა მის სულიერისა ხოლო ბერმან ვითარცა იხილა გულისმოდგინება მისი და სიტრფოებით მორჩილება სათნოებისა მიმართ მიუთხრა მას სხვაცა წესი და განგება ანგელოზებრივისა მოქალაქეობისა უვნებელისა მარხვისა კანონიერისა ლოცვისა ზომიერისა ხელსაქმარისა უდრტვინველისა მორჩილებისა და გონებით მხვიძარეთ ყოფისა ხოლო სიტრფოებით მსმენელი ამათი კეთილად წარემატა სათნოებითა მადლითა ღვთისათა და მორჩილებითა მის წმინდისა მამისათა შემდგომად ამისა შურითა ეშმაკისათა იწყეს გულის სიტყვათა მისთა სიმაღლეთ ვით არამედ აჰა ესე რა ამაღლდი სათნოებითა და დიდი ქმენ პატივითა ხოლო მან კეთილგონიერებით მოიხსენა თავისი ბრალნი და ცოდვანი და დამდაბლდის კვალა დეტყვის მას გულის სიტყვანი ვით არამედ დიდად ცოდვილ ხარ და არა ეგებით ცხონება შენი ხოლო მან სიბრძნით სასოება შეიმოსის და იტყვინ ვინაითგან ფრიად ცოდვილ ვარ ვყოფდე მცირესა ამას ლოცვასა ჩემსა წინაშე ღმრთისა და ვესწავ ურიცხვთა მათ მოწყალებათა ღმრთისათა რომელ შემიწყალოს მე ცოდვილი და ვითარცა ამით მეცნიერებითა ორ კერძოვე იძლივნის მტერნი იგი სულისა ჩვენისანი გამოუჩდეს მას ცხადად ეშმაკნი და ეტყოდეს მოგვეწყინა შენთანა კაცო ხოლო მან რქვა რა დანურაისთვის და მათ მიუგეს უკვე თუ აღგამაღლოთ ზვაობად შენი ტყვის იმდაბლეთ და უკვე თუ დაგამდაბლოთ სასოწარკვეთილებად შენ აღისწრაფეთ სიმაღლეთ და ესრეთ მადლითა ღვთისათა განთავისუფლდა ძმა იგი ბრძოლისაგან ეშმაკისათა და წარემატა სათნოებითა და ადიდებდა ღმერთსა იხილეთ საყვარელნო თუ ვით არ მორჩილებისა მიერ ადვილად წარემატებიან სათნოებასა შინა ღმრთის მოშიშნი რამე თუ სიმდაბლე საფუძველ არს სათნოებათა ხოლო მორჩილება კარი და რომელი შევალს კარით იგი ჭეშმარიტ არს და მას მეკარემცა გაუღის და შევიდის სასუფევლად სიხარულსა უფლისათვისისასა ამისთვის გლოცავდა გევედრები ქრისტეს მოყვარენო პირველად მოვიგოთ სიმდაბლე მტკიცე იგი საფუძველი სათნოებათა და შევიმოსოთ მორჩილება ვითარცა კარი ჭეშმარიტებისა რომლისათვის ბრძანებს მწყემსი იგი კეთილი მე ვარ კარი ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს სხომდეს ჰეგევედრები ძმანო იესო ქრისტეს მიერ შევიდეთ მორჩილებასა შინა და აღვაშენოთ სიმდაბლისა საფუძველსა ზედა სახლის სათნოებათა და ყოვლითა სამკაულითა შევამგოთ და ლამპრითა ბრწყინვალითა განვანათლოთ და მოვირტყნეთ წელნი ჩვენი ჭეშმარიტებითა და აღვანთეთ სანთელი ჩვენი სიწმინდითა და დავმატოთ ლამპართა ჩვენთა ზეთი მოწყალებითა რათა რაჟამს გვირეკოს უგდავმან სიძემან სიხარულით მივეგებოთ მეტყველნი მოვეც სიხარულო ჩემო და მიხსენ მათგან რომელთა გარემო უცავ მე ხოლო მან ტკბილმან და სახიერმან მეუფემან გვიბრძანოს ეჰა კეთილმონაო სახიერო და სარწმუნო შევეც სიხარულსა უფლისა შენისასა და იხარებთ საუკუნოდ ესე ყოველი იქნების საყვარელო მორჩილებითა იესო ქრისტესითა რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმინდით ურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ